yapacağız böyle? რა უნდა ვქნათ? Yapılacak olan belli. აშკარა რაც უნდა ვქნათ. Hepsi. ყველას დავხოცავ. ჰალილ იბრაჰიმ. Sen onlardan ერთ-ერთ მათგანს მაინც რამეს თუ დაუშავებ, ზეინებს იმ სახლში მოკლავენ. Ben ne? შენი აზრით აქ რატომ ზივარ ფიქრეთ? Kardeş ცდილობ აგიხსნა, რომ ზეინები ძლიერი გოგო არ დანებდება. boyun eğmez onlar. ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ გამო არ დაზარალდეს. Ölmesin diyorum. Sen bak თუ ძლიერად გამოიყურება, ნუ გონია რომ ძლიერია. sana bana bir şey olmaz. ცდილობს გაუძლოს. მე და შენ რომ არაფერი მოგვივიდეს. მე წავალ. Paşam. მითხარით რომ ადამიანს მომიყვანდით აღიარებითი ჩვენებით. ადამიანის საკანში გამოვკედე, მაგრამ ყველაფერი დამტრეული აქვს. ეს კარგია? Şimdi bu. Bak, კაპიტანო, თვითონ ხელფეხი ხომ დაგვამტრია. ჩვენც დავამტრიეთ. Şeref bize bir soru sor. შერიფმა კითხვა დაგისვა და ვუპასუხეთ ბატონო. საავადმყოფოში წაიყვანეს. რა სიზამთ თუ იტყვის რომ თქვენ აწამეთ? იტყვის რომ არც ერთ მის განცხადებას ძალა არ აქვს. მაშინ რა სიზამთ? კაპიტანო, ჰალილ იბრაჰიმმა ეს ყველაფერი გათვალა. როგორც ჩანს, მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს კაპიტანო. შერიფს და ისკანდერს აქ რაც უფრო დიდხანს დავაკავებთ, ჩვენთვის მით უკეთესია. კარგი, რადგან მოწმე საავადმყოფოში იმყოფება, ჩვენებას არ ჩამოვართმევ. დროს გავწელავ. Ama o kankana söyle. შენს მეგობარს უთხარი დაუჩქაროს და სწრაფად იმოქმედოს. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? Ulan აი, სანამ ცოცხალი ვარ კარგი, ben მაგრამ tamam da. ძალიან მაინტერესებს რა სიზამთ, როცა მოვკვდები. Aman მეთაურო, რას ამბობთ? ღმერთმა დაგიფაროთ. başımızdan eksik etmesin. Ben gittim. მე წავალ. Komutanım. კაპიტანო, ადვოკატები კითხულობენ, როდის დაკითხავთ. დღეს არ დავკითხავ ალიჯან. თუ მკითხავენ დაკითხვების ოთახში რატომ მყავს? წინასწარი დაკავების საკანი ფულით არის სავსე, ამიტომ სტუმრების სტატუსით დაკავების ოთახში გადავიყვანეთ. როგორც მიბრძანებთ. Bu Mecnun ისკანდერ, იცი კაპიტანი მეჯნუნი ასე რატომ გაგიჟდა? Vallahi ღმერთს გეფიცებით მეც მაინტერესებს, მაგრამ ვისაც არ ვკითხე, არავინ მითხრა. თქვენ იცით? ამბობენ, რომ მეჯნუნი ადრე ერთმა დაჯგუფებამ მოიტაცა. geçirmiş. დღე და ღამ აწამებდნენ. ნახევარი წელი, ერთი წელი. გაუძლო ტანჯვის ყველა სახეობას, რომელიც შეგიძლია წარმოიდგინო და აზროვნების უნარი დაკარგა. ამდენი ტანჯვის შემდეგ არაფერი თქვა? O kadar işkence. საერთოდ არაფერი? Konuşmam. არაფერი უთქვამს. Bunlar farklı ისინი სულ სხვა ჯგუფის წევრები არიან. derken. ისინი? Oo Mecnun. მეჯნუნ. შენზე ვლაპარაკობდით. შემოდი. Bakalım gel. Ben de onu ზუსტად ამიტომ მოვედი. თუ ისტორიებს უყვები, სიმართლე მაინც მოუყევი. ისეთი ადამიანის გულის მოსაგებად, როგორიც ისკანდერია, ძალაუფლების მოყვარული. საჭირო არ არის მოაჩვენო ვითომ ყველაფერი იცი. არასრულად მოუყევი თუ არასწორად. არასრულად მოყევი. işkence. წამების დროსავლაპარაკდი. ყველაფერი მოუყევი. და რა მოხდა? Ne olacak? ჯილდოდ ერთი ჭიქა წყალი მომცეს. Sonra o bardakta შემდეგ კი ამ ჭიქა წყლისთვის სიცოცხლეს გამოესალმნენ. beni konuş. ბედნიერები მოკვდნენ, რადგან ეგონათ ამალაპარაკეს და ყველაფერი იცოდნენ. Bak bunu კარგია რომ ამის შესახებ მოგვიყევი და ვიმახსოვრებ და წყალს არ მოგცემ. vermeyeyim. İçime არც მე დავლევ. senin gibi ისეთი მოღალატისგან როგორიც შენ ხარ, არაფერს დავლევ. şimdi siz საუბარი გააგრძელეთ. ben bu gece დღეს საღამოს არც ერთს დაგკითხავთ. bari suçum ის მაინც გითხარი რა დავაშავეთ, კაპიტანო? suçunuzu saymayın. ბიჭები თქვენს დანაშაულს უკვე ვეღარ ითვლიან და მე ჩამოგითვლით. როგორც ჩანს,
ენვერმა საქმის დასრულება ვერ შეძლო. ასე რომ ყოფილიყო მეჯნუნი აქ ისტორიების მოსაყოლად არ მოვიდოდა. თუ ყველაფერი ისია, როგორც ამბობთ, შერიფ ბეი, აქედან სახლში დაბრუნებას ვერ შევძლებთ. მშვიდობაა დიდემ. არ ვიცი. ხალილ იბრაჰიმამ ბიძა ჩემი დაიბარა და ბიძიამ ჩემზე რომ არ ინერვიულოს თან წამომიყვანა. შენზე რატომ უნდა ინერვიულოს? ორსულადაა სემა. ბიძა შენი რატომ დაიბარა? შენთან დაკავშირებული უნდა განიხილონ რამე? საქმე ჩემში არ არის სემა. ზამთრის ბაღში ბევრი ხალხია. რა ხდება? შენმა რამე გითხრა? არა, და შენმა? ჩემმა რა უნდა მითხრას? გუშინ ხალილ იბრაჰიმს მახედა უგეს. ბიძიამ ხელი შეუშალა. ამის გამო ვიღაც დააკავეს. მხოლოდ ეს ვიცი. ვის ელაპარაკები ამდენი რომ იცი? ჩვენ ვერავის ვერაფერი ვათქმევინეთ. ბიძია დავაფიცე რომ ყოველთვის ყველაფერს მეტყოდა. ამიტომ მითხრა. დიდემ, იცი აქ როგორ მშვიდად გვძინავს, როცა არაფერი ვიცით. ის რაც ბიძა შენმა გითხრა ძალიან კარგია. რომ მოხვედი და გითხარი კიდევ უფრო კარგი, მაგრამ რადგან ახლა ორნი ხართ, ამდენ რამეს თუ მოისმენ, ღამით დაძინებას ვერ შეძლებ. ხო, მართალი ხარ. დილამდე ვერ დავიძინე. ცოტა ხანს აქ წამოვწვევი. კარგი. შენ დაისვენე. ჩვენ გავალთ. წამოდი. წავიდეს და რომელიმე ოთახში დაწვეს. ბუხართან რატომ წევს? ამით რისი თქმა უნდა? სემა რა უნდა ვქნათ? ხომ არ ვეტყვით რომ ეს დივანი ზეინეფის და ხალილ იბრაჰიმის საკუთრებაა? რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ მათ კი არა, ედა ჰანიმსაც ბევრი მოგონება აქვს. თუ რა ხვდის გულისთვის და ამშვიდე. ამჯერად რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? დიდემი მოვიდა. საკმარისი არ არის? ქალბატონო. წამოდი გავისეირნოთ. წამოდი. კარგი. წამოდი. მე აქ ვარ, თუ ვინმე მოვა ნახავ. მართალია. წავედით. ედანურ, შენ გეწოდინება. ის ქიქან მეთათი რატომ მოვიდნენ? საიდან უნდა ვიცოდე? არ ვიცი, იქნება უღუზმა გითხრა რამე. თვალი გავახილეთ და ზამთრის ბაღი ხალხით იყო სავსე. ისაუზმე? მეც მაგას ვამბობ. დილიდან აქ არიან. გასაგებია, წამოდი. გემრიელ საუზმეს მოგიმზადებ. ღვთის გულისათვის. 2 კვერცხით ერბო კვერცხი გამიკეთე. სამით, წამოდი. ჩემო ქალბატონო, სემა. ჩემო ერთადერთო. მესმის, გეფიცები მესმის აჯანყდი, დიდემი არ გინდა, მაგრამ დიდემი ხალილ იბრაჰიმის შვილის დედა გახდება. გესმის? მე ზუსტად ამის წინააღმდეგი ვარ თურან. მაგრამ ეს გოგო არ გიყვარდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი იყო. კარგი და ამას არასდროს უარ ვყოფდი. მეც ამას გეუბნები. ახლა სიტუაცია შეიცვალა. ხალილ იბრაჰიმის გამო. და ზეინები? ზეინები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. უფლებები ჰქონდა, სანამ ცოლად სხვას არ გაჰყვა. ისი ამბობ თითქოს თავისი ნებით გათხოვდა. შენ მიზეზები გაინტერესებს, მე კი შედეგები. ძალიან გთხოვ, დიდემს ცუდად ნუექცევი. ხალილმა უკვე გითხრა, რომ ამით მას აწყენინებ. ადამიანს ყველა ძვალი მოტეხეს სემა. შენ მაინც ნუღა ადგენ გულს, კარგი? ძალიან გთხოვ. გთხოვ. კარგი. მისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩემო ქალბატონო, რა თქმა უნდა. რა მოხდა იაჰია, სიტყვაც არ გითქვამს, რამე ცუდია? ფიქრობ ძმაო. შვილო, შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც წინ ერთი ნაბიჯითაც კი ვერ იხედება და ახლა რაზე ფიქრობ? ფიქრობ ასე ვინ დაგწყევლა ძმაო? ნუ აზვიადები იაჰია. თუ თქვენ ვერ შეძლებთ, ჩემს ხალხს შევაგროვებ. მეთად, ბევრს ნულაპარაკობ. რაც ქიქამ ვერ გააკეთა, იმას შენი გუნდი გააკეთებს?
დავუთ, თუ საჭირო იქნება მეთქი, ეს ვიგულისხმე. ჰალილ იბრაჰიმ აქ იმიტომ შეკვირიბა, რომ ყველაფერი ერთად გავაკეთოთ. ჰალილ იბრაჰიმს უნდა რომ ყველა ერთად მოვკვდეთ და თავიდან მოგვიშოროს. აქ ამიტომ შეკვირიბა. აი რას ფიქრობ? ასე რატომ ნერვიულობ შვილო? გულახდილად უნდა გვითხრას. ხომ ასია ჰალილ იბრაჰიმ? მიყვარს პირდაპირ ადამიანები, როგორც უკვე გითხარით. სასიხარულო ამბავია იაჰია. ჰალილ იბრაჰიმს შეუყვარდი. მიდი, გითხარი. უპირველეს ყოვლისა, ანაზღაურების გარეშე არასდროს არაფერს ვაკეთებთ. არასწორად ნუ გამიგებთ, ეს ჩვენი ოჯახის პრინციპია. იმის თქმა მინდა, რომ როცა რამეს ანაზღაურების გარეშე აკეთებ, ყოველთვის პრობლემები ჩნდება. იაჰია მართალს ამბობს. ცხონებულმა მამა ჩვენმა ანდერძი დაგვიტოვა. გვითხრა, რომ სასხლეც თითი არ დააჭიროთო, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ამინ. ამინ. ისეთი ადამიანი არ იყო, ვინც სასუფეველს იმსახურებდა, ღმერთის იმედი არ უნდა დაგეკარგათ მუსა. მართალია, მართალია. ანაზღაურების გარეშე დახმარებას არ გთხოვთ. გთავაზობთ წაართვათ იარაღი ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით ამ იარაღს თქვენივე წინააღმდეგ გამოიყენებენ. უფრო მეტიც. მოდი ყველაფერი წავართვათ, რაც აქვთ. აი რას ვამბობთ. და წილი თქვენც აუცილებლად შეგხვდებათ. მაგრამ თუ დავაგვიანებთ, როცა ისკანდერი და შერიფი გამოვლენ, ზოგიერთ ჩვენგანს გვაიძულებენ ეს ფურცლები ვჭამოთ. გაიგონე იაჰია? კაპიტანი ოღუზი ამბობს, რომ აქ ჩვენივე კეთილდღეობისთვის დაგვიბარა. კარგი, ამ ყველაფერს გავაკეთებთ და პოლიცია არაფერს იტყვის. კაპიტანი კი თავს დაიყრუებს ძმა მუსას ხათრით, მაგრამ ისკანდერი და შერიფი არ მოგვაკითხავენ, როცა ციხიდან გამოვლენ. არ მოგვაკითხავენ. ყველაფერს წავართმევთ. ხომ გითხარი იაჰია? ჩვენს წინაშე მუხლებზე დადგებიან. გაიგონე იაჰია? ჰალილ იბრაჰიმის სიტყვამდე მეც შენი აზრის ვიყავი, მაგრამ უკვე ამ საქმეში ვართ. არ გვინდა ძმაო. უკვე საქმეში ვარ. ჰალილ იბრაჰიმა პირდაპირ გულში მომარტყა. მინდა ეგუნა მუსოს შერიფი ჩვენთან მოვიდეს, ღილები შეიხსნას და ბოდიში მოგვიხადოს. ძალიან გთხოვთ, ცუდად მოვიქეცი. ამას ნუ იზამთ. აი ეს მინდა, ძალიან მინდა. სულ ესაა. ესე იგი ყველა შევთანხმდით. პრობლემა არ არის. ახლა რას ვაკეთებთ ან როგორ? მოგვიყევი. თქვენ პასუხისმგებლები ხართ ამ დაწესებულებებზე. მუსამ და იაჰიამ კი ისედაც იციან რა უნდა გააკეთონ. ცოდნით კი ვიცით, მაგრამ შენც კარგად გვიცნობ ჰალილ იბრაჰიმ. ამერიკულ მანქანას ვგავართ. სრული დატვირთვით ვიწყებთ ადგილიდან მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვიძრებით, როცა ბოლომდე გვაწვევიან, მაგრამ ბევრს წვავთ. ნახევარი თქვენია. რას ამბობ? იაჰია, ნახევარს ადამიანიც კი არ გვაძლევს, კაპიტანი კი გვაძლევს. ასეთი მოწყენილი რატომ გახარ? რა გჭირს? დიახ, ძმაო, ნახევარი ჩემთვისაც კარგი мотиваციაა, მაგრამ მაინც შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობ. ფიქრი ჩემი საქმეა და არა შენი. ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. გესმის? შენ ნუ ფიქრობ. ჰალილ იბრაჰიმ, მაშინ გავიქეცით. კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა? ახალი ამბები შეგვატყობინეთ, თუ რამე დაგჭირდებათ, აქ ვართ. კარგი, წავედით. შერიფი პოლიციას ხავს, ჩვენ კი აქ ვართ. აიღე? ავიღე. კარგად. დავუთ, ყურადღებით დააკვირდი. კარგად მოემზადე. კითხვები გააქვს? თუ არა, მაშინ ჩვენც მივდივართ. წამოდი კომპანიონო. ჰალილ იბრაჰიმ, ამ კაცთან ვერ შევთანხმდები. ისკანდერი გირჩევნია, დავუთ? კარგი, მაგას ყველაფერი ჯობია. ჰა. ადექი, წავიდეთ. მიეჩვევა. ჯერ არ გინახავს რა შემიძლია, დავუთ. ცოტაც მოიცადე. ბიძია, ჩუმად რატომ ხარ? რაზე ფიქრობ? მაინტერესებს ამ გიჟებთან ერთად ომს როგორ მოიგებთ? ჩვენი მიზანია რომ ბევრი ვიყოთ, ბიძია, თორემ ყველაფერს მე და ოღუზი მივხედავთ. კეთილი იყო შენი მოსვლა, აიშე, მიხარია რომ მოხვედი. წარსულში დარჩეს გამზე. მამამ თქვა თუ არა, მაშინვე აქ წამოვედი. ხომ იცი, კაპიტანთან კარგი ურთიერთობა აქვს. თქვენებზე კარგი არაფერი უთქვამს.
აიში, არაფერი ვიცით. მამა ცილიწამების გამო დააკავეს. არც ადვოკატთან შეხვედრის უფლება მისცეს და ამ დრომდე არავის დაუკითხავს. შენც აქ ხარ, ზეინებ? სამწუხაროდ, აიშე. მე მიზეზი მაქვს, იძულებული ვარ, მაგრამ შენ რატომ მოხვედი? მეგობრის სანახავად მოვედი, მაინტერესებდა, კარგად არის თუ არა. რამე ხომ არ სჭირდება. ზეინებ, მე ხომ მარტო გტოვებთ ხოლმე, როცა შენი მეგობარი მოდის. შეგიძლია შენც დაგტოვო? რა თქმა უნდა, შვიდად ილაპარაკეთ. გმადლობ. მეგობარი ყავს? ვინ მოდის? ესმა. მართლა? ესმას არ ვენდობი გამზე. ქედმაღლურად გელაპარაკება. თავი ვიღაც დიდი კაცის შვილი გონია. შენ ისქანდერის ქალიშვილი ხარ. მე კი ნესიმის. აიშე. არც ზეინები და არც ესმა ახლა არ მაინტერესებს. მამაზე ნერვიულობ. მართალი ხარ, ძვირფასო. ალო? ედენურ შენ ხარ? მე ვარ ზეინები. ზეინებ, დიდემი ვარ. დიდემ, ედენური სად არის? რესტორანში ხართ? არა, სახლში. უпроსორად ბუხართან ჩამეძინა. ედენურმა ტელეფონი აქ დატოვა. მოხდა რამე? შემიძლია გადავცე? შეგიძლია ტელეფონი გადასცე? დავურეკავ. კარგი. ცოტა მოგვიანებით ტელეფონს მივუდან. ედანურ, ტელეფონი მისახებში დაგრჩა. ვერც კი შევნიშნე, გმადლობ. ხო მართლა ზეინებმა დარეკა. როგორ დამირეკა? გონი ესმასთან ერთად არის, რადგან მისი ტელეფონით დარეკა. ეს ყველაფერი საიდან იცი უპასუხე? მეძინა როცა დარეკა, ამიტომ ვუპასუხე. ესმა უცხო არ არის. ხომ ასეა? კარგი, დავურეკავ, გმადლობ. არა, თვითონ დარეკავს, ასე მითხრა. შეჭამე, მოგშივდებოდა. ზეინებ, ედანურ, დიდემს მაგ სახლში ზინავს? არა, ახლახან მოვიდა. ხალილ იბრაჰიმმა დაუთი სადღაც გაგზავნა და იძულებული გახდა აქ დარჩენილიყო. იძულებული გახდა, დარწმუნებული ვარ. ზეინებ, დიდემი დაივიწყე, შენ როგორ ხარ? ცდილობ გავუძლო, სემა. ყველაფერს ვცდილობ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს, მაგრამ თუ ეგ ყველა ჩემს არყოფნაში ბუხართან ერთობა, მითხარით რომ ვიცოდე. მკვდარი ვარ, ზეინებ. გონია უფლებას მივცემ ვინმე ერთობოდეს. სულ ცოტაც და სემა დაახრჩობს. თავს ძლივს ვიკავებთ. დიდემზე აღარ ვილაპარაკოთ, კარგი? ესმას ტელეფონით როგორ რეკავ? მანდ არის? არა, აქ არ არის. ტელეფონი ჩუმად დამიდოვა. ძალიან მომენატრეთ. თქვენი ხმის მოსმენა მინდოდა. ზეინებ, ჩვენც ძალიან გვენატრები. ზეინებ, მალე ყველაფერი აირება. მაგ სახლში დიდხანს დარჩენა არ მოგიწევს. არ ინერვიულო. ზეინებ, ედანურ, უნდა გავთიშო. არ დამირეკოთ. ზეინებ, ღმერთო ჩემო, საბრალო.
ზეინებ, ქან რა ხდება? მან რას აკეთებ? სუფთა ჰაერზე გამოვედი. არც ეს შეიძლება? კართანაც სუფთა ჰაერია და ფანჯარასთანაც. ხომ გითხარი, უნდა გხედავდე მეთქი. ხომ გითხარი? Ayrılma demedim mi ben? ქან რა უნდა გამეკეთებინა აქ? ქან რას ეკეთებ? გაჩერდი. ხელი გამიშვი. ვამოწმებ რამე ხომ არ გაქვს. ვერ ხედავ? ქან რა უნდა მქონდეს? არ ვიცი. გუშინი არაღი გქონდა. კან. მოდი ერთი წუთით რაღაც მოხდა. Tamam kuzen. კარგი ბიძაშვილო, ახლავე მოვალ. Bana bak. მომისმინე. Gözümün არცაც წახვიდე, თორემ სუფთა ჰაერის სუნთქვის sana temiz უფლებასაც აღარ მოგცემ. anladın. გასაგებია? კარგი ქან. წადი. რა მოხდა ფერჰად? ბიძაშვილო, მამამ დარეკა. მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენვერს საავადმყოფოდან გადაიყვანენ. Alacaklarmış. Ben her ყველაფერი დავაორგანიზე, ბიძაშვილო. Bir ekip. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში შევა და ენვერს ბოლოს მოუღებს. Yok kuzen. არა, ბიძაშვილო. Enver'in ne არ ვიცით ენვერმა რა თქვა. მამამ მითხრა, რომ თუ მოკლავთ, მისი ჩვენება მეტ ძალას შეიძენს. Peki bu istif ადამიანებს, რომლებმაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, შეუძლიათ ენვერი პოლიციას წაართვან. siz orası თქვა, რომ არ ჩავერიოთ, ისინი მიხედავენ. onlar halleder dedi. Artık gel. არ ვიცი ეს ვიღაც დაზვერვიდან არის თუ არა, ტელეფონზე ვერ ვკითხე. Orasını telefonda soramadım. ვერ გავიგე. კარგი. თუ ენვერს წამოიყვანენ, პრობლემა მოგვარებული იქნება და ჩვენებიც გამოვლენ. Evet. მაშა ასე ენვერ. Enver. Ben senin მე თაბაშირზე გაგიკეთებ წარწერა, შენ კი შენს ჩვენებას მოაწერე ხელი. Komutanım. კარგი? კაპიტანო, თაბაშირი აღარ გამოიყენება. Nasıl? რას ნიშნავს აღარ გამოიყენება? ესე იგი თაბაშირი არ გვაქვს? არა. ღმერთო ჩემო. აბა მაჩვენე? Oğlum bunlar ეს რა არის? takım mı? თაბაშირი არ არის? კაპიტანო, რას აკეთებ? ვამოწმებ საიმედო თაბაშირია თუ არა. ჯერ ისე გვჭირდები. კაპიტანო, რას აკეთებთ? კაპიტანო, Komutanım. კაპიტანო, დიახ, İfadeyi imzalar. ხელს თუ მოვაწერ, შერიფი მომკლავს. Mas. იმაზე იფიქრე, ვინ მოკლავს თუ ხელს არ მოაწერ. Yaşatmaz onu düşün. ალიჯან, ფანჯარა გააღე. უნდა რომ თვითმკვლელობის სურნელი შეიგრძნოს. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? Tamam. კარგი, Tamam. კარგი. Size güven. გენდობით. Eğer onlar მაგრამ მათ ხელში თუ აღმოჩნდები, მომკლავენ. ალიჯან, ფანჯარა დახურე. სიცოცხლე უნდა. არ გაცივდეს. olmaz. Şimdi şu ახლა კი კალამი აიღე. al kalemini de. აიღე? Sen მალე გამოჯანმრთელებას გისურვებენ ვერ. herkese göz უკვე დავაკავე ისინი, ვინც შეიძლება მოკლას. შვიდად იყავი, ჩემო ბიჭო. შვიდად. კაპიტანო, Komutanım. კაპიტანო, Komutanım. კაპიტანო. Buradaki ენვერი მართალია, მოკლავენ. Enver'in dediği gibi yaşa. მართლა მოკლავენ. yazık değil. შენ რა საავადმყოფოს პერსონალი არ გეწოდება? აქ მყოფებს საფრთხეს ვერ შევუქმნი ენვერის გამო. Ya tamam. რატომ განიცდი? Çocukların hepsine su ბიჭებს უთხარი საფრთხე არავინ შეიქმნას. atmasın.
მაგრამ კაპიტანო, თუ რამე მოხდება, თქვენ დაკითხავენ. რას მიზამენ? თანამდებობით დამაქვეითებენ? რიგითიც და გენერალიც ორივე ჯარისკაცები ვართ. ჰალილ იბრაჰიმმა თქვა, რომ ისკანდერი ჩვენთან მოვიდოდა, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდნენ. ილაპარაკეთ? ჰალილ იბრაჰიმის გეგმა ეს იყო? ჰალილ იბრაჰიმმა ენვერი აიძულა ყველაფერი ეთქვა. აშკარაა, რომ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე გეგმას შეადგენს, მაგრამ არ უთქვამს, რომ ისკანდერი ციხეში დიდხანს დარჩება. ღმერთო ჩემო, როგორ გამოვლენ თუ ენვერმა ყველაფერი თქვა? ენვერმა შეიძლება სიმართლე თქვას განყოფილებაში, მაგრამ სასამართლოში სულ სხვა რამ. ამის თქმა მინდა, ჰალილ იბრაჰიმი გეგმის შედგენისას მის ინფორმაციას ბოლომდე არ ენდობა. იმ შენობებზე თავდასხმას გეგმავს, რომელზეც ენვერმა უთხრა და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. სანამ ბოლოს არ მოვუღებთ იავუს. და ეს როდის დასრულდება დამიჯერე არც კი ვიცი. İnan hiçbir fikrim yok. გეყოფა, ნუ ოხრავ. Bak, მომისმინე, ჰალილ იბრაჰიმს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიშორებენ, თუ მე და შენ ვუღალატებთ satmamış. და ამისთვის ძალიან მალე მოგვაკითხავენ. Gelecekler. ხო მართლა, თუ ფიქრობ, რომ ლეილას რამეს დაუშავებენ, ძალიან ცდები. Yanlış. ზეინები და ლეილა ჩემი დები არიან. მათ ჩვენ მჭირდებით, ამიტომ მე და შენ ზიანს არ მოგვაყენებენ. Onlara ne გასაგებია? ne de hamle. ამ კუთხით იფიქრე. Benim yine მაინც გული მერევა. rahat ol. დამშვიდდი იავუს, დამშვიდდი. Bu adam ყველა ერთად ფესვიანად ამოვძირკვავთ. გაინტერესებს შემდეგ რა იქნება? შენ და შენი განგაწყობს ჩემ წინააღმდეგ. მე კი ჩემი გამანადგურებს. და ისევ ერთმანეთის მტრები გავხდებით. ეს აღარ განმეორდება, ძმაო, ფიქრეთ. ყოველთვის მეორდება. ჩვენ შემთხვევაში არ განმეორდება იავუს. შემიძლია ჩემი მხრიდან ამის გარანტია მოგცე. პირდაპირ გეტყვი. კარგი, ჯერ ეგ დაივიწყე. მე თათმა რაკნა, აიშეს ვგულისხმობ. Ayşe mevzusunu diyorum da. ბიძიან ესიმს დაელაპარაკა, უთხრა, რომ სერიოზული მიზნები აქვს. Nesin babanın dediği იმ სახლში როდის კეთდებოდა ის, რასაც მამან ესიმი ამბობდა. აიშეზე გეკითხები, რა თქვა. ჯერ შენზე ილაპარაკა. შემდეგ დათანხმდა, რატომაც არა. 1 milyon. შემიძლია მილიონი მიზეზი ჩამოთვალო, მაგრამ კარგი. Neyse şimdi. თორემ იტყვიან, რომ ვეჭვიანობ. მართლა არ მესმის. ჰალილ იბრაჰიმს რატომ არ მოყავს ზეინები იმ სახლიდან? რას ელოდება? მით უმეტეს ახლა, როცა ისკანდერი დააკავეს. ქაანი ჩემს დასრამეს დაუშავებს. ჰალილ იბრაჰიმი თუ მივა. მამამისის სანახავად განყოფილებაშიც კი არ წასულა. ჩემ ადამ მომენტით რომ არ ისარგებლოს და არ გამოიქცეს. Kaçmasın diye. ფერჰატ შენთან როგორი ურთიერთობა აქვს? Ferhat ფერჰათი ქაანის საპირისპიროა. gayet ძალიან თავაზიანია. არ ვერ ხვდები. შენგან რა უნდათ? დედა შენის ფულს დაადგეს თვალი. paraya ihtiyaç ფული არ ჭირდებათ დეიდა. o zaman აბა რა უნდათ? İbrahim'in dediği gibi როგორც ხალილ იბრაჰიმმა თქვა, ქალებს იყენებენ იმისთვის, რომ კაცები გაანადგურონ. თუ იავუზი მათ მხარეს არ გადავა, მასაც ისე მოექცევიან, როგორც ხალილ იბრაჰიმს. ეტყვიან, რომ ცოლს არტმევენ. sinirimi bozmasana Nergis. ნუ ცდილობ ნერვები მომიშალო ნარგიზ. ზეინები იქ იმიტომ წავიდა, რომ ხალილ იბრაჰიმი გადაერჩინა. სიმართლე ყოველთვის რატომ გაღიზიანებს ნედიმე? შენც მაღიზიანებ ნარგიზ, გინდა თქვა რომ მართალი ხარ? Yani. მსგავსიც არაფერი მithქვამს. უბრალოდ აღნიშნე, რომ სიმართლე ვთქვი. კარგი მორჩა. გთხოვისებ დასაწყის, ნუ დავუბრუნდებით. ერთი კითხვა მაქვს. ბიძია და აიშე, ერთად როგორ იქნებიან? რა სისულელეა, არაფერი გამოვა. რატომაც არა? ყველამ გავიგონეთ. შენ ძმას აიშე უყვარს. Seviyormuş. მხოლოდ იმიტომ გავჩუმდი, რომ ხალილ იბრაჰიმისთვის უარი არ მეთქვა. მსგავსი რამ საერთოდ წარმოგიდგენიათ? აიშეს სახლში შემოვუშვებ, მითაც უფლებას მივცემ ცოლად მოიყვანოს. აიშეს მხოლოდ ერთი რამ უნდა. ფიქრეთს ტკივილი მიაყენოს. აიშე ბიძიას ზედაც არ შეხედავს, როცა ისკანდერი არსებობს. Ben de öyle düşünüyorum. მეც ასე მგონია, მაგრამ რატომღაც ბოლო დროს თანდათან ჩემოშორდა. აიშე გველივითაა. იმ მანძილიდან საუბრობს, საიდანაც შეუძლია მოწამლოს. უნდა გეშინოდეს თუ ჩუმადაა.
Ses çıkmazsa o zaman უკვე დიდი ხანია ყველაფერი გაკეთებული აქვს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ondan sonra ღმერთ მაქნას აღარ განმეორდეს. Dediye. სულელი, ჩემი ბატი. ვის წერთან ასე ხალისით? Beni böyle kakıyor. მსგავსი საქციელი მაცოფებს მეთად. ვის უნდა წერდე? აიშეს. რომელ აიშეს? ჩემს აიშეს, როგორც თუ რომელს? აიშე კულფას. ფიქრეთის აიშეს? მეთათის აიშეს დავუდ. ახლა ის მეთათის აიშია. Mithat. მეთად. ხომ გითხარი რომ შენთან ერთად არსად წავიდოდი, მაგრამ წამოვედი და ვნანობ. შესანიშნავი საქმე გააკეთე. თუმცა თუ აიშეზე ლაპარაკს და ფიქრეთის დამცირებას გააგრძელებ, მაშინ ჩემთან ერთად მგზავრობას არ გირჩევ. არ მინდა შენთვის განკუთვნილი ტყვია მე მომხდეს. დამშვიდი. ფიქრეთს უთხარი უკვე, იცის. იცის, გესმის? რა? უთხარი რომ არ მინდა ჩვენ შორის ქალი ჩადგეს. თვითონ ჩემს დიშვილზეა დაქორწინებული მე კი აიშეს მოვიყვან ცოლად. სულ ესაა. ღმერთო ჩემო, და არ მოგკლა? ღმერთო ჩემო, რატომ უნდა მოვეკალი? კარგი მეთად, კარგი, კარგი. დამშვიდი და ნერვები აკონტროლე. ფანჯარა გააღე, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე, ბუნებით დაატკბი. იქნება შენი ბოლო მგზავრობა, რადგან ისქანდერი და შერიფი ნამდვილად მოკლავენ. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, დარწმუნებული იყავი, რომ შენს მანქანაში ისევ ჩავჯდები, რადგან ნამდვილი მამაკაცი ვარ. ეს დაიმახსოვრე. ისევ ჩავჯდები. ოხ, მეთად. ჩემი ფუნთუშა. ძმაო, იცი შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? მცირე თანხით შევედით და 3 ფულით დატვირთული სატვირთო მანქანით გამოვედით. ოღუზმა გვითხრა ნახევარი აგვეღო. ჯერ ერთი მთლიანად წამოიღე და არა ნახევარი. მეორეც თუ ჰალილ იბრაჰიმი ვერ მიაღწევს იმას, რაც უნდა, მაშინ სწორედ ის მოგკლავს და არა შერიფი. გასაგებია, იაჰია? გესმის? შერიფი რა გაცოცხლებს? ვინ იცის? წილი ყველას მივეცი, ამ საკითხში ძალიან ფრთხილი ვარ. ეს მთავარია. იცი ამ ცხოვრებაში რა არის მთავარი? ფული, ძმაო. არა. ფულით დუმილს ვერ აიძულებ. მხოლოდ მკვდრები არიან ჩუმად. უნდა მოკლა თუ გინდა რომ დუმდნენ. ასე რომ მოქცეულიყავი მაშინ ამ ქვეყანაში, არავინ დარჩებოდა, ძმაო. მერე რა მოხდა? ადამიანები არაფერში გჭირდება, სულ ესაა. ეგეც მართალია. დაჯდომის უფლება არ მომიცია. ადექი. რას მიზამ? დამაკავებ? ამას სასამართლო გადაწყვეტს. თუ არ გინდა... ალიჯან, სასწრაფო გამოიძახე. კაპიტანო, განა თქვენი სტუმრები ვარ? კითხვები დაგვისვით, ჩვენ კი არ გიპასუხეთ, სასამართლოში გადაგვიყვანე. აქ დიდხანს არ დავრჩებით. შერიფ, ფეხზე ადექი. უკვე გითხარი, რომ თუ მტკიცებულებები და მოწმეები გყავს, მაშინ დამაკავე მეთქი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი
უბრალოდ ჭორებია, Sen yapmaya kalkıyorsun. Suç değil, მაშინ zırvaların hukukta. იმ შემთხვევაში Tabii თუ არავინ გიჩივლებს, შერიფ ბეი, itiraf თუ მიჩივლებს, სასამართლოში მოიყვანეთ. gider. სასჯელს მშვიდად მოვიხდი. არა, მშვიდად არა. ნემსებზე ისხდებით. ამიერიდან თქვენს ცხოვრებაში მე ვარ. ალიჯან, სასამართლოში წაიყვანე. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? წამობრძანდით. ასეთი ქედმაღალი რატომ ვარ? მეგობრებო, ჩვენებას მოგცემს. პირადად მოусმენთ. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. კაპიტანს დაურეკეთ და შეატყობინეთ. გვეჩქარება. შევატყობინებ. თქვენ ვინ ხართ? რა ხდება? არ ინერვიულოთ, ენვერ ბეი. ჩვენ გადაგიყვანთ თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ყველა საქმის კურსია? დიახ, ყველა საქმის კურსია. კაპიტანო, საავადმყოფოდან დარეკეს, დაძვერვის სამსახურიდან მოვიდნენ. ენვერი მიჰყავთ. რა თქმა უნდა, თუნდაც ჯოჯოხეთის ფსკერზეც ჩაუყვანიათ. რაც გულისხმობთ, კაპიტანო, თუ ენვერი თავის ჩვენებას სასამართლოში არ დაადასტურებს, ორივეს გაუშვებენ. ალიჯან, გონია სასამართლოში სიმართლე სიტყვის? ხელფეხს აჩვენებს და იტყვის, რომ ჩვენების მიცემა აიძულეს. ეს არის და ეს. წარმოიდგინე. მაშინ ეს ყველაფერი რაში გვჭირდება? თავისუფლებისთვის პასუხი აგო. სულ ესა. კაპიტანო, არ მენდობით? გენდობი, მაგრამ ჩემს თავს არ ვენდობი. ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი. თუ დავიწყებ, ვეღარ გავჩუმდები. სიამოვნებით მოგისმენთ, კაპიტანო. როცა პენსიაზე გავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ბევრი დრო გვექნება. აბა, პრობლემა არ ყოფილა? ჩვენთან არა, დავუთ. და თქვენთან, იაჰია? Sizde bir sıkıntı var mı Yahya? მაგალითად, რა პრობლემაა, მეხთად? ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, როცა ჰალილ იბრაჰიმი ღილაკს თითს დააჭერს. ასე არ არის, ჰალილ იბრაჰიმ? Siz o kamyon თუ თქვენ შემდეგ მოწმეები არ დატოვეთ, მაშინ არც პრობლემა იქნება. bir sorun yok. ხომ ასეა? ხომ გითხარი, ჰალილ იბრაჰიმი აუცილებლად ვინმეს გამოგვაყოლებდა უკან. Eğer Halil თუ გამოგვაყოლა, მაშინ იცის, რომ მოწმეები არ არიან. şahit bırakmadı. სამი სატვირთო ბევრი ხომ არ არის, იაჰია? Fazla değil mi Yahya? მეც ასე ვუთხარი, მაგრამ იაჰია ამბობს, რომ ერთი სატვირთო დუმილის სანაცვლოდ დაარიგა. ვინ უნდა დუმდეს? İstiyorsun da შენს გინდა დავუთ? farklı bir iş იაჰია მსგავსი ბრძანება არ ყოფილა. da böyle bir nasihat almadık Yahya. ხომ ასეა? ცხონებული მამა ჩვენი გამუდმებით რაღაცას გვასწავლიდა. გამუდმებით. ასე არ არის, იაჰია? დიახ. ჰალილ იბრაჰიმ. Sen o ძალიან მინდა შერიფის სახე დავინახო, როცა ღილაკს თითს დააჭერ. Ben hepinizin თქვენს ნაცვლად მე ვნახავ. siz. რას გულისხმობ? თვალებში ჩავხედავ. Yapmadıktan sonra წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს ოღუს? გამზე. რაღაცას გკითხავ. გითხე ზეინებ. მამა ჩემთან ქორწინება გეგმის ნაწილი იყო? ვერ გავიგე. შენ და მამა ძალიან ახლოს ხართ. მისი ნებართვის გარეშე რიზვან ლეთოზე არ გათხოვდებოდი. Evet. ხო, Babam მამა მიცოდა ზეინებ. ama ben her şeyi მაგრამ მე sorarsan bilmiyorum. მე არაფერი ვიცოდი. არ მეგონა რომ დედა შენი ჩემს მოკლას მოინდომებდა. Sen დედა ჩემს არ იცნობ.
მაგრამ მამა შენი იცნობს. იცოდა რომ დედა მსგავს რამეზე წავიდოდა და ამიტომ ქიქას შეუთანხმდა. მათ კი მამა ჩემი მოკლეს. დედა დამნაშავე აღმოჩნდა. მე კი ცოლად გავყევი მის ვაჟს იმის გამო რომ დედა არ დაეჭირათ. შეიძლება ასეა. კიდევ ერთ რამეს გკითხავ. თუ ასე გულახდილად ვსაუბრობთ, გისმენ? შვილები იმ კაცისგან გეყოლება, რომელიც არ გიყვარდა. მათ შეყვარებას შეძლებ გამზე? რა გითხრა ზეინებ? ისინი ჩემი შვილებიც არიან. რა თქმა უნდა, ორივე ძალიან მეყვარება. ერთ კითხვას მეც დაგისვამ ზეინებ. კარგი. შენ საყვარელ ადამიანს შვილი სხვა ქალისგან ეყოლება. მაგრამ მაინც გეყვარება? შეიძლება შეიყვარო ბავშვი, რომელსაც დიდემი გაუჩენს. ამაზე იფიქრე. ყველას გილოცავთ, როგორც იქნა მამა გამოუშვეს. ძალიან მიხარია ქან. აქ მოდიან? არა, ბიძია შერიფთან. მეც მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ გადაწყვიტეს რომ სახლში ისადილებენ. კარგი. მაშინ რამეს მოვამზადებ. ზეინებ. რა იყო? არ გიხარია? არა. ძალიან მიხარია ქან. ნამდვილად არ მინდოდა ციხეში ყოფილიყო. მაშინ რა გინდოდა? მინდოდა ის გადაეტანათ, რისი გადატანა ცხებს აიძულეს. ზეინებ. ჯერ კიდევ არ გვიცნობ. ფიქრობ ჰალილ იბრაჰიმი შეძლებს რამე დაგვიშაოს. არ ფიქრობ. ქან. დარწმუნებული ვარ. მამამ ენვერი წამოიყვანა როგორც დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა. დიახ? მაგრამ ეს ყველაფერი როგორ გადაყლაბა? არ ვიცი შერიფ-ბეი. არაფერი მიკითხავს. დაველაპარაკები რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად როგორ მოხდა? გაყოფილებაში წაგვიყვანა, უბრალოდ მაგ ხალხს კიდევ არ იცნობ. სულ ესა. დამიჯერე. დიახ, გიჟია, მაგრამ რა მოგებანახა ჰალილ იბრაჰიმან რომ ენვერი გაუშვა და ჩვენც გამოვედით? ისკანდერეს ერთგვარი ტაქტიკაა. ფერჰადბეი, ერთი წუთით. ისკანდერ. შენ ძმას უთხარი მისმა ხალხმა ენვერი წაიყვანონ და მოკლან. დროზე მოიშორონ. ძალიან გამაუცა. არ მეგონა თუ წავიდოდა და გვიღალატებდა. ჭკვიანი ბიჭია. ცოცხალი გადარჩა. შეუძლია დატკბეს, დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. დაუცრა მოუხერხოთ, მაგანაც გვიღალატა. პოლიცია როგორც კი ჩამოგშორდება, პირდაპირ თავის რესტორანში ჩამოვკიდებ. ბიძია, ჰალილ იბრაჰიმი მოვიდა. რას გულისხმობ? მოვიდა. ის და ოღუზი დაბლაგელოდებიან. ამბობს რომ შენი ნახვა უნდა. მერე იქ არავინა? უთხარი მოკლან. არის ბიძია, მაგრამ პოლიციაც იქ არის. რა უნდა გვითხრას? დაგემუქრება რომ მალე ციხეში ამოგალპობს? უთხარი შემოვიდეს. ფერჰად, კარგად შეამოწმეთ. კარგი ბიძია.